ESPN-ის ვერსიით სეზონის საუკეთესო გუნდი, NBA-ის საუკეთესო გუნდი. ზაზაფაჩულია, შენ ბევრი საუბრის უფლებას არ გაძლევ მუდამ, ისინი ლაპარაკობენ და შენ ყოველთვის ჩუმად ყოფნა გიწევს. ასე რომ ახლა შანსი გეძლება რომ გამარჯვებული სიტყვით გამოხვიდე. როგორც იქნა, დიდი ხანი ველოდი ამას. კარგი, რა სიტყოდი ამ ყველაფრის შესახებ? ღმერთო, იმდენი რაღაცის თქმა შემიძლია. რთულია, ძალიან ძნელია გამოჩნდე, როდესაც დრეიმონ გრინის ნაირი ბიჭები ყავს გუნდში. დიახ, ის ყოველთვის ლაპარაკობს. ყოველთვის ალბათ ახლაც სადღაც ლაპარაკობს. და არ ჩერდება, იმდეს ლაპარაკობს. ცუდ რაღაცეებს. ამ გუნდში ყოფნა დიდი პატივი და სიამოვნებაა, საოცარი ზაფხულია. საოცარი. ჯერ კიდევ ემოციებში ვარ. პლეი-ოფების შემდეგ ფინალები, ტიტულის მოპოვება და მთელი ეს ზეიმი და აღლუმი. ახლა კი აქ ვარ თქვენთან, ESPN-ის დაჯილდოებიდან. ხომართლა პეიტონ მენინგმა საოცრად კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ძალიან სასაცილო იყო. ნამდვილად ძალიან კარგი დრო ვატარეთ. თან ჩემს ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატება. გილოცავ, როგორც ვიცი, შენს საჩემპიონო თასი, შენს მშობლიურ მხარეში, ატლანტაში, ჯორჯიაში ჩაგაქვს. ატლანტაში არა, მე ნამდვილ ჯორჯიაზე, საქართველოზე მაქვს საუბარი. საქართველოს რესპუბლიკა. საქართველო დიახ, მართალი ბრძანდებით. გასაგებია. იცით ეს ხალხი როგორ ელოდება ამ თასს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ქვეყნისგან და ქართველი ხალხისგან მუდამ გრძნობდი მხარდაჭერას. თქვენ თავადაც ნახეთ, ხმის მიცემის შედეგები ეს ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. შენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული ხარ. მე ამაყი ადამიანი ვარ იმით, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. პატარა ქვეყანა, რომლის შესახებაც ბევრმა არც არაფერი იცოდა. სწორედ ასეთი ადგილიდან მოხვდი აქ და უკვე 14 წელია რაც აქ ვთამაშობ. გავხდი ჩემპიონი და წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა, ეს მართლაც დიდი პატივია. მე მიყვარს ჩემი ქართველი ხალხი და მათგანაც იგივე სიყვარულს და თანადგომას ვგრძნობ. საოცარია. ჩვენ ტრადიციული ერი ვართ და გვიყვარს წარმატების განსაკუთრებულად აღნიშვნა. ჩემპიონების შემდეგ ისინი აუცილებლად დალევდნენ ღვინოს. სიმართლე თუ გაინტერესებთ, უპირველეს ყოვლისა, საქართველო ღვინის სამშობლოა. ღვინო სწორედ საქართველოდან მოდის. ამიტომაც მათ პირდაპირ თასიდან უყვართ ღვინის დალევა. მიხარია რომ ლარი მომრგვალებული ფორმისაა, რადგან არ მინდა ბევრი მთვრალი ადამიანის ხილვა, როდესაც თასი იქჩავა. მთელი ქვეყანა ჩართულია ამ საქმეში. მთავრობა, სპორტის სამინისტრო და გარკვეული ბიზნეს კომპანიების. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ხალხისთვის ტარდება, ქართველებისთვის. როდესაც ვორიორსთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა ამას. დასავლეთ სანაპიროსა და საქართველოს შორის 11 საათიანი სხვაობაა. ამის გამო ხალხი მეორე დილით ჩაწითლებული თვალებით მიდის სამსახურში მთელი ღამის. უძინარები არიან ხოლმე, მაგრამ გონი ღირს ამათ. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა, სეზონი ისე დავასრულეთ, როგორც ყველას გვსურდა. ალბათ გეუბნებიან, ნიკში რატომ არ გადადიხარ, შენ კი პასუხობ არა? იმედია მეხუმრებით, ხო? კარგი, მოდი. მოდაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში წინდები არ გაცვია, მე მაცვია და თან კალათბურთის. სინამდვილეში მაცვია, წინდები უბრალოდ არ ჩანს. გასაგებია, დაბალყელიანი გაცვია, ნამდვილად. კარგი. მეც შენაირები მაცვია, საქართველოში ეს მოდაშია? როგორ გითხრა? ისინი აქაც არის პოპულარული. გახმოვანებულია აჭარა სპორტის მიერ. უბრალოდ ჩემნაირი მოხუცი კაცისთვის ადვილი ჩასაცმელია. დურანტი და ვეცბურგი უამრავი რამი თქვა მათ შესახებ. მათი დღევანდელი ჩაცმულობა. შენ კევინთან ახლოს იჯექი. მომეჩვენა რომ მას სავარჯიშო შარვალი ეცვა და მგონი მართლაც ასე იყო. მე დავინახე რომ ორივე მათგანს სავარჯიშო შარვალი ეცვა, ალბათ იმიტომ რომ მათ მსგავსი სტილი აქვთ. რამდენი წელი იყვნენ თანაგუნდელები? არ ვიცი, 7 წელი? დიახ, მგონი 7 წელი. დაახლოებით ასე. დურანტი და სტეფ კარი იქ იყვნენ, მაგრამ გუნდიდან შენი ყველაზე ახლო მეგობარი კლეი ტომპსონი არ იყო იქ, ხო? დიახ, ალბათ სადღაც არის და სამქულიანების სროლაში ვარჯიშობს. გონი ისევ ჩინეთშია და კვლავ ვერ ტენის ბურთს. მისი ცეკვა ნახეთ კი? ღმერთო ჩემო, არა, ის ნამდვილად განსაკუთრებული ტიპია. არ შემცდარვა, როდესაც ის ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად ავირჩიე, გამორჩეულად კარგი ადამიანია. რატომ არის გამორჩეულად კარგი ადამიანი? ძალიან თავდაბალია, მიწაზე მყარად დგას და არ დაფრინავს ოცნებებში. მნიშვნელობა არ აქვს. ის ორ ქულას ჩააგდებს თუ საუკეთესო იქნება შეხვედრაში, მატჩის შემდეგ მაინც ძველი კლეია. იმ საღამოს აჯობე, მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მეტი ქულა აქვს, თუ 29 წუთში 60 ქულაზე მეტი. ის არასდროს იცვლება, საოცრად კარგი ადამიანი და თანაგუნდელია. ნამდვილად იღბლიანად მივიჩნევ თავს, რადგან მას შემიძლია მეგობარი ვუწოდო. კარგი, შენსა და კეპებს შორის რა ხდება? არ გიყვარს მათი ტარება თუ შენი თავი არანორმალურად დიდია? მე მაქვს არანორმალურად დიდი თავი და შენ ჩემზე დიდი თავი ნამდვილად არ გიჩანს. საქმე იმაშია, რომ ტანთან შედარებით ძალიან წესიერი ზომის თავი მაქვს, მაგრამ ზოგიერთ სურათში, მაგალითად ამაში,
თელს ეკრანს ფარავ. სტეფან კარის ნაირ ბიჭებს კი სუმცირედი მიზეზი სჭირდებათ, რომ რაიმეზე იხუმრონ. ყველაფერი წინა წელს დერეკთან გადაღებული ფოტოთი დაიწყო, სადაც თავი მის მხარზე მაქვს მიდებული. მან კი განაცხადა, რომ ხრის ტრავმა მივაყენე. გახმოვანებულია აჭარა სპორტის მიერ. ეს მოგერგება? ამაში მთელი ჩემი ოჯახი ჩაეტევა. ბოდის ვუხტი კომპანიას, რომელმაც ამდენი მასალა დახარჯა, ალბათ ეს ყველაზე დიდი განიერი ქუდია, რაც კი მინახავს. ყველაზე კაი ტიპი, ვისაც დღევანდელ ღონისძიებაზე შეხვდი. ღმერთო, აარონ როჯერსი. ზუსტად ამ პასუხს ველოდით შენგან. აარონ როჯერსი საუბრობს ზაზაზე, მოусმინოთ. გარეთ ჩემი მთავარი კაცი ზაზა ფაჩულია უნდა მენახა. ყველა ვინც ინსტაგრამზე მადევნებს თვალს, იცის როგორ მიყვარს ეს ბიჭი და მისი თამაში. მოკლედ, გადმოვედი მანქანიდან და დავინახე, რომ ჩემს წინ ზაზა დგას, როდესაც ასეთი რამე ხდება, იცი რომ წინ სასიამოვნო საღამოგელის. როდის დაიწყო ასეთი თბილი ურთიერთობა შენსა და აარონ როჯერს შორის? უისკონსინიდან. მან წინა რიგებში შეიძინა ადგილი, მას ძალიან უყვარს კალათბურთი და ხშირად ესწრებათ ჩემს თამაშებს. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც, ის ძალიან კარგი ადამიანია და მითხრა, რომ მას ვიცნობ. ამერიკული ფეხბურთი არც თუ ისე პოპულარულია საქართველოში, ჩვენთან უფრო რაგბი და სოკერი. ნამდვილი ფეხბურთია პოპულარული. მას შემდეგ რაც ამერიკაში გადმოვედი, აქაური ფეხბურთის ყურებაც დავიწყე და ძალიან მომეწონა ის. აარონ როჯერსი კი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. კარგი დაუშვათ, რომ ESPN-ი წლის საუკეთესო სპორტული გადაცემის წამყვანს ასახელებდეს. ვინ გაიმარჯვებდა? რა თქმა უნდა შენ. ჩვენი სტუდიის კარი ყოველთვის ღია ამ ადამიანისთვის. ზაზა ფაჩულია, NBA-ის ჩემპიონი, Golden State Warriors-ი.